როგორც ჩანს, საქალაქო სასამართლოს მოსამართლისთვის ლევან ხაბეიშვილის წელი სიტყვა ნამდვილად იყო გამაღიზიანებელი, რადგან მას შემდეგ რაც ლევან ხაბეიშვილმა თავისი წელი სიტყვის ბოლოს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე უნდა ყოფილიყვნენ, სხდომათა დარბაზში მყოფი მოქალაქეები ხაბეიშვილის ამ წინადადებას ტაშით შეხვდნენ, ამის შემდგომ უკვე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სხდომა დაეხურა. ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ მცირე დაპირისპირება იყო სხდომათა დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქალაქო სასამართლოს მანდატური სამსახურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემდგომ კი უკვე მოქალაქეები გამოყარეს საქალაქო სასამართლოდან. პატა ბურჭუაძე არის ჩვენს გვერდით, რომელიც ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესს. ბატონო პატა, თქვენ როგორი და განცდა დაგჭას, რა იყო მთავარი мотиваცია, რის გამოც დახურა საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ხაბეიშვილის და ზოდელავას პროცესი? მოგესალმებით. ესე იგი, ლევანმა ისეთი სიტყვა თქვა, რომ შეუძლებელი იყო რომ ტაში არ დაგიქნა. აი მართლა ისეთი პატრიოტული, ისეთი გამართული, ისეთი ყველანაირად. მე მინდა გითხრათ რომ მოსამართლეს რომ შეეძლოს მართლა მიიღოს გადაწყვეტილება. ეხლა უკვე ლევანი გარეთ უნდა იყოს, მაგრამ არ შეუძლია ეთქობა, ძალიან ცუდ დღეში იყო და ელოდა კიდევაც რომ რაღაც დარღვევა მომხდარიყო ის რომ ხალხი გაეშვი, იმიტომ ძალიან ძნელი მოსაცმენია როდესაც უდანაშაულო ადამიანს უნდა მიუსაჯო რამე. უნდა აღნიშნო აუცილებლად ბატონი პროკურორი. მე ხა სახელებს არ ვიცი, ვინ იყო პროკურორი, სახელდაგვარი მაგას თქვენ, რომელიც თავს ვერ წერდა და ტელეფონში თამაშობდა თუ წერდა რაღაცას მთელი ამის განმავლობაში, საათნახევრის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ ვიყავით. ან ცხვენოდა რომ იქ იყო და უნდა გაესამართლებინა და რაღაცა ეთქვა მისთვის ჩვენი ლევანისთვის, ან და უბრალოდ არ აინტერესებდა საერთოდ რა. ერთ სიტყვით ვნახეთ ჩვენ ეს, ლევანმა ისე სიტყვა თქვა და მეც ახლა აქაც ვიძახი, რომ მას ასამართლებენ კიდე გარდა იმისა, რომ მან შეპირდა ესე იგი თანხობრივი პრემიები იმ ხალხს, ვინც არ დაარღვევდა კანონს, გარდა მაგისა მან თქვა მშვიდობიანი დამხობა. მშვიდობიან დამხობას მე ვიძახი ყოველთვის. ათასობით ადამიანი იძახის. მშვიდობიანი დამხობა არის ასობით ათასი ქართული საქართველოს მოქალაქეების რაღაც წმენა რომ როგორმე გამოვიღვიძებთ კარგ სამართლიან სამართლებს. სიტყვები არის სწორედ ის, რის გამოც ლევან ხაბეიშვილს უსწრებენ ციხეში და ალბათ მოუოდნელი არ იქნება გადაწყვეტილება, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მაგრამ როგორი იქნება 4 ოქტომბერი და როგორი იქნება 4 ოქტომბრის შემდგომ ბრძოლა ოპოზიციონერებს? მე ვაცხადებ, რომ 4 ოქტომბერს ბატონებო მშვიდობიანად დაემხობა ეს მთავრობა და ყველანი ვიქნებით გავიღვიძებთ თავისუფალ საქართველოში და 5-ში ლევანი და ყველა პოლიტიკმატიმარი იქნებიან გარეთ, იმიტომ რომ ეს უნდა მორჩეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. ამის ასე გაგრძელება არ შეიძლება. 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. ყველანი გარეთ და ესეც ასე იქნება. აბა ბოლომდე. დიდი მადლობა. მადლობა ბატონ პატა, 4-ში ვიწყებთ, 4-ში ვამთავრებთ. სწორედ ეს არის მთავარი სათქმელი პატა ბურჭუაძის. ირაკლი ნადირაძე არის ასევე ჩვენს გვერდით, რომელიც ესწრებოდა ლევან ხაბეიშვილის პროცესს. ირაკლი, დავიწყოთ პირველ რიგში იმ გადაწყვეტილებით, რა გადაწყვეტილებად რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ, რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც დაიხურა დღეს სხდომა და ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთხელ თუ როგორ იქცეოდნენ მანდატური სამსახურის თანამშრომლები მოქალაქეების მისამართით, რომლებიც იმყოფებოდნენ სხდომათა დარბაზში და მიმდებარე ტერიტორიაზე. შიში, ერთადერთი ეს არის შიში, 4 ოქტომბრის შიში, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან ქართველი ხალხის განწყობა, რომ 4-ში ყველანი მზად არის არა მარტო გამოვიდნენ რუსთაველზე, არამედ გამოვიდნენ გამარჯვებისთვის, გამოვიდნენ საბრძოლველად, გამოვიდნენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი რევოლუციის და დამხობის გზით ბიძინა ივანიშვილი რუსი ოლიგარქი და მისი კორუმპირებული მთავრობა გაისწრუნონ ამ ქვეყნიდან. რაც შეეხება დღევანდელ სხდომას, არ ვიცი, სასამართლოს ვერ დავარქმევ, როგორც ჩანს, დიდი რუდუნებით არჩევდნენ ამ ზონდერ მოსამართლეების ახალ დედოფალს, როგორც ჩანს, იმიტომ რომ რასაც ვუსმენდით არანაირი საერთო სამართალთან, საფუძვლებთან ამ ყველაფერს არ ქონია, უბრალოდ ლევან ხაბეიშვილს ედავებიან რას, რომ შენს თავაზობდი $200,000 პოლიციელებს და სპეცრაზმელებს, ის ლევან ხაბეიშვილი სხვათა შორის, რომელიც 1 წლის კი ნახა მოკლეს სპეცრაზმელებმა და ფაქტიურად ღმერთმა გადაარჩინა, ხო? ადამიანი მოუწოდებდა და მოუწოდებს და ყველა ვიზიარებთ ახლა ამას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებზე ხელი არ აწიოთ, თვალები არ დათხაროთ.
არ დაასახიჩროთ. ადამიანი რო ძირს დავარდება, სახეში წიხლები არ ურტყად, რაც ხდებოდა წინა წლებში, წინა აქციებზე, ხო? უსამართლოდ არ დააკავოთ სტუდენტები, ახალგაზრდები, გოგოები, ბებია-ბაბუების თაობა. ეს თურმე რომ მოუწოდო სამართალდამცავ ორგანოს, სპეცნაზებს, პოლიციას, რომ კანონი არ დაარღვიო, ამათთვის დანაშაულია, გასაგებია ყველაფერი. რუსი ოლიგარქისთვის პოლიციელის კანონიერი მოქმედება, ღირსეული პოლიციელი, ღირსეული ხელფასი, ღირსეული ანაზღაურებით, ეს არის მათთვის პრობლემა. და მეორე, შვიდობიან დამხობას ედავებიან, ანუ თითქოს ეს ადამიანები ასაც აორგანიზებდა ჯგუფებს ძალადობებს. არა ბატონებო, ლევან ხაბეიშვილი თავის ყველა გამოსვლაში, ისევე როგორც პაატა ბურჭულაძე, ისევე როგორც საზოგადოება რუსთაველი ყველა იძახდა და იძახის, რომ 4 ოქტომბერი იქნება შვიდობიანი რევოლუციის დღე. აი როგორი მშვიდობიანი რევოლუცია იქნება, იცით? ირაკლი კობახიძეს იმ გაბუძგნული თმებიდან ერთი თმის ღერი არ უნდა შემოუვარდეს, ხო? კახი კალაძეს გალი და კაცი რო ვერ გაურჩევია და მომიტინგეებს ამის გამო ლანძღავს, აი მილანში შეშლილი პრიჩოსკა არ უნდაერიოს და 5 ოქტომბრიდან ყველა მოპალული მილიონი უნდა დააბრუნოს და ბიძინა ივანიშვილი, როგორც ნეპალში ვერტფრენით არ უნდა გაიქცეს, უნდა იყოს აქ სასამართლოს წინაშე და ყველა მოპარული მილიარდი ქართველი გაღარიბებული, გაღატაკებული მოქალაქეებისთვის უნდა კაპიკ-კაპიკ დაუბრუნოს ქართულ ხალხს. 4-ში ყველა ერთად ვიმარჯვებს მშვიდობიანი რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გზით. მადლობა ირაკლი ნადირაძეს უსმენდით პირდაპირ ეთერში. ჩვენ მედიის წარმომადგენლებს არ გვაქვს ინფორმაცია თუ რა ხდება ახლა საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, რადგან მას შემდეგ რაც მოსამართლემ დახურა სხდომა, მედიის წარმომადგენლებსაც არ გვაქვს შესაძლებლობა შევიდეთ სხდომაზე და მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია თუ რას ამბობენ დაკავებული პირები და როგორია მხარეების პოზიცია.